სასამართლო და ის ყოველდღიური ცვლილებები კანონებში, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს პრინციპში სამართალთან, რეჟიმს ფორმალურადაც არ აინტერესებს კანონმდებლობის პრინციპები. ფაქტობრივად ყოველდღიურად იწერება ახალ-ახალი ტექსტები, რომელსაც კანონს არქმევენ და რომელიც მიმართულია მოქალაქეების დასასჯელად. ოცნება ამტკიცებს კანონებს და ცდილობს იმ პრობლემების დაძლევას, რომელსაც ვერაფრით მოერია. ამასთან არალეგიტიმური ნორმებით ქმნის გარემოს, რომელთაც დაიცავს მისი წარმომადგენლების უკანონობას. რეჟიმს, რომელმაც სრუმოწმეების მთელი ინსტიტუტი შექმნა, ახლა შემოაქვს ცვლილებები ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში. რას ნიშნავს ახალი კანონი, რომელსაც ხმას დაჩქარებულად მისცემენ, როგორც ყველა დანარჩენს, პროკურორს უფლება ეძლევა, რომ ღონისძიების მონაწილე იმ პირის ვინაობა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში გამოძიებასთან ითანამშრომლებს, დაფაროს. მაგალითად, პოლიციელი იქნებოდა ეს თუ ვინმე სხვა, სრუმოწმეს უწევდა სასამართლოში ჩვენების მიცემა, ახლა ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებენ. ამ გზით რეჟიმს უმარტივდება ნებისმიერი უკანონო მითითების გაცემა. შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვა მაგალითიც, თუმცა ასეთი მაგალითი ბევრი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, მაგრამ აჰა ერთიც. სამიზნე პირისთვის ნარკოტიკის, სხვა ნივთიერების ან ნებისმიერი საგნის ჩადება უმარტივდება რეჟიმს. ასევე ამ კანონთან ბმაში შეგვიძლია განვიხილოთ კიდევ ერთი ცვლილება, თუ კი 5 გრამზე მეტ მარიხუანას აღმოგიჩენენ, პატიმრობით დაისჯებით. ახლა სიუჟეტი ვნახოთ, შემდეგ უკვე სტუმართან განვაგრძობთ საუბარს. ნარკომომხმარებელს არ ჭირდება დაჭერა და ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. რამდენიმეჯერ მაქვს მოწეული? ხმანა მოგიხმარიათ თუ არა, ოდესმე მაინტერესებს. კი, რა თქმა უნდა. დამიხმარია მარიხუანა. არასრულწლოვან ასაკში თუ მოგვიანაც. სრულწლოვანშიც და შემდეგ სრულწლოვანში. თანხმდებით სულ ყველანი, რომ ადამიანი მოხმარებისთვის ნამდვილად არ უნდა იჯდეს ციხე. ასე ოცნების დეპუტატები 10 წლის წინ ფიქრობდნენ, როგორც ჩანს Deep State-ის გავლენით. რადგან ახლა მას შემდეგ, რაც გლობალური ობის პარტიის მარწუხებისგან გათავისუფლდნენ, იმავე დეპუტატებმა იმავე პარლამენტში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც 5 გრამი მარიხუანას ფლობისთვის მოქალაქეს ციხეში 6 წლით გაუშვებენ. ამ კანონის აღსრულებას ოპერ მუშაკების ხელით აპირებენ. ამისთვის კი ცვლილებები, რომლებიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პაკეტის ნაწილია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც შედის. ეს ცვლილებები დაცვის ხარეს აყენებს აბსოლუტურად დაუცველ მდგომარეობაში. ნარკოტიკების ჩადებას უკავშირდება სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრალდების მოწმეები, მათ შორის პოლიციელები, როგორ პირდაპირ ტყუიან ხოლმე სასამართლოს წინაშე კამერების წინ, ეხლა ეს ყველაფერი კამერების გარეშე და მათი იდენტიფიკაციის გარეშე, როცა იქნება, ბუნებრივია კიდევ უფრო გაუადვილდება ტყუილების ლაპარაკი. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებში ამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში იმ მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დამალული იქნება. მარტივად, სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი ისე დადგეს, რომ ამ განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ მთავარ მტკიცებულებად უჩინარი მოწმის სადავო ჩვენება ან არაკეთილსინდისიერი პოლიციის ყალბ პატაკს დაეყრდნოს. მოწმის ვინაობა მოსამართლისა და პროკურორის გარდა არავის ეცოდინება, მათ შორის არც დაცვის მხარეს. ეს ბრალდებულის ადვოკატს იმის შესაძლებლობასაც ართმევს, ელემენტარულად ის მაინც გადაამოწმოს ბრალდების მხარე საქმეში ცრუ მოწმეს ხომ არ იყენებს. იურისტები ვარაუდობენ, რომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ პაკეტში ცვლილებებით სისტემა ნიადაგს ნარკოტიკის მასობრივი ჩადებებისა და სხვა კრიმინალური საქმეების შესაკერად ამზადებს. ის საქმეები, რომელიც დაკავშირებული არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებთან, შესაძლოა მოხდეს ის, რომ ამ ადამიანების ვინაობა იყოს, ესე იგი, არ იყოს ცნობილი ამ ადამიანების ვინაობა და დაცვის მხარეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი უფლება შეეზღუდას და მოესწროს, რომ ის ვერ გამოიკვლევს მტკიცებულებებს და ის ვერ მიიღებს მონაწილეობას მტკიცებულების გამოკვლევაში, რომელიც მნიშვნელოვანი არის პირის გამართლების პროცესში. სასამართლოში მრავალი წლის განმავლობაში მომუშავე ადვოკატები ამ ცვლილებებში მთავარ საფრთხედ იმას აღიქვამენ, რომ დაცვის მხარეს პრაქტიკულად აღარ რჩება სივრცე მტკიცებულებების გამოსაკვლევად და მოუწევთ ბრალდების მხარის არგუმენტები სრულად გაიზიარონ.
ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი ცრუმოწმეების უჩინარ მოწმეებად გადაქცევა იურისტებს საბჭოთა კავშირის ანონიმკების პრაქტიკას ახსენებთ. უკვე ნორმატიულ დონეზე იქნება შესაძლებლობა პირი პასუხისმგებლობაში მიეცეს იმ მტკიცებულების საფუძველზე, რომლის გამოკვლევის შესაძლებლობა უბრალოდ არ ქონია დაცვის მხარეს. არც ერთ ეტაპზე მოწმე, რომლის ვინაობაც კი არ ვიცით და არ გვეცოდინება, მტკიცებულება, რომელიც ვის მიერ არის შექმნილი და ამოპოვებული, ამას ვერასოდეს გავიგებთ, შეიძლება გახდეს გამომტყუნებელი გადაწყვეტილების და შესაბამისად წყობით ციხეში დროის გატარების, ასე ვთქვათ, საფუძველი და წინაპირობა. ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ პაკეტში შესატანი ცვლილებების პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუღებელი პირის სისტემამ შეიძლება ისე დააკავოს, რომ ვერასოდეს გაიგოს ვინ იყო ის უჩინარი მოწმე, ვინც მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.